როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. არაფერი არ შემიცვლია, არც ვიცი მართლა რა შევცვალო, იყოს ესე როგორც არის. ყველაფერი არის გულწრფელი. თუ თქვენ ეს არ გინდათ დაიჯეროთ და ცუდად ხვდებათ, მე ამაში ვერ დაგეხმარებით, ვერც ხელს შეგიშლით ვერაფერში, როგორც გინდათ ისე იფიქრეთ. წავიკითხეთ თქვენი კომენტარები და ძალიან მეამა და მესიამოვნა, როცა გისურვებთ ბედნიერებას, ეს შეიძლება იყოს რა თქმა უნდა, ალბათ დაზეპირებული გეჩვენებათ, მაგრამ გეუბნებით, რომ ყოველ ჯერზე ვარ გულწრფელი. გისურვებთ თქვენ ბედნიერებას, ვინც მხვდებით ჩემს თვალწინ. ვისი კომენტარებიც მხვდება ჩემს აუდიტორიას მევსალმებთ, რომ ყველას ნამდვილად არ უსურვებ ბედნიერებას, თუ მიიღებთ, რა თქმა უნდა, თქვენი იყოს ეს სურვილი, თუ არ მიიღებთ, მაინც კარგად იყავით ყველა ვარიანტში. არაჩვეულებრივი ამინდია, თუმცა მე ხელს ვერ შეუშლი უკვე ფუსფუსი დაიწყო ჩემმა მეზობლებმა, იმედი მაქვს, ჩემი ხმა კარგად ისმის. და მინდოდა ჩამეწერა მოკლედ თქვენთვის ერთი ვიდეო, სანამ გავიდოდი ახლა, არაჩვეულებრივი ამინდი მაქვს, სან მიყვარს. მოკლედ ვიყოთ მადლიერი, მე თქვენი მადლიერი ვარ და ყოველთვის როცა მეც ვწუხდები და ვიწერ ზოგად გაშლას და თქვენც წუხდებით და მიწერთ სასიამოვნო კომენტარს, თუნდაც ზრდილობის გულისთვის მადლობას და სმაილს, მე გამოხატავ ამისთვის მადლიერებას, იმიტომ რომ ჩემი არხი ამით უფრო ვითარდება. თუ ჩვენ ასე არ ვიმოქმედებთ, დავრჩებით ისე. მე ასე თქვენ ისე. ამიტომ რა ვიცი რა, ამდენი წელია ერთმანეთს უყურებთ და ერთმანეთში ეჭვიავნე შევიტანოთ. ASMR-ის პატარა მონაკვეთი პატარა რა, ერთი კაი უწუთიანი გამომივიდა, მე მგონი, ჩავწერე, ვისაც ყევართ გამოწერილი. პატარა ფუსფუსი არის, როცა გაჩვენებთ ნაწილ ტაროს მაგალითად, პატარა ხელის ტრიგერებით, დატრიგერებით, ესე ვთქვათ და თუ მოვა თქვენამდე შეგიძლიათ, ახლა პროფესიონალი არა ვარ, მაგრამ რადგანაც მომწონს ამის გაკეთება, შეგიძლიათ უყუროთ და მოკლედ გამოიწეროთ გვერდი. მოკლედ დიდი მადლობა ყველაფრისთვის და დავიწყებ ახლა მე და აქ ძალიან საინტერესოა. ესე იგი, ჩვენ არ ვილაპარაკებთ დღეს მომავალზე, რადგანაც მომავალი არის დაკეტილი, თქვენ დღეს მიიღებთ აუცილებლად პასუხს, რადგანაც ეს არის კონკრეტულად ამ შემთხვევაში მკითხავი ქალით, სიგანკა თუ არ ვიცი ახლა ამ შემთხვევაში ქურუმი ქალი, მოკლედ რომელიც მკითხავს კონკრეტულად უყურებს მომავალს. ამიტომ დღეს არის იმის მინიშნება, რომ დღეს თქვენ გაიგებთ პასუხებს. მოკლედ ზოგადი გაშლების მადლით დავიწყოთ. რადგანაც ჩვენ მომავალს არ უნდა შევეხოთ, მაშინ მოდი შევეხოთ დღევანდელ რეალობას. იმიტომ რომ დღევანდელი რეალობიდან, რასაც ჩვენ ამოვიკითხავთ, ზუსტად მივხვდებით რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. გაგვიმართოს გოგონებო, ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად კარგად იქნება, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და როცა გისურვებთ, მინდა იყოთ ბედნიერი, მართლა მინდა იყოთ ბედნიერი და ეს არის ზუსტად შენზე დამოკიდებული, რას როგორ გადაწყვეტ. სასიამოვნო მოსმენას გისურვებთ მოკლედ. ჩავიხედოთ ამ ადამიანის თავში, რა უნდა გაიგო ახლა შენ, კონკრეტულად შენზე რას ფიქრობს, ისიც რაც უნდა იცოდე. ახლანდელზე, იმიტომ რომ მომავალი დაკეტილია. ნახოთ. ახლა რა უნდა იცოდე, რას ფიქრობს ეს ადამიანი? შვიდიანი ხმალი, როგორი გაღიზიანებულია. ესე იგი, ებრძვის დაკეტილ კარებს ადამიანებმა შემოანგრიოს ეს ყველაფერი, რაღაცა არ გაუდის, გაღიზიანებულია, გაბრაზებულია, თითქოს ყველაფერი გადაეკეტა თქვენთან დაკავშირებით. აი, ოპა. ძალიან გაღიზიანებულია, ძალიან აფორიაქებულია და ყველაფერი არის შენი ბრალი. თითქოს აი ესეთი ისმჩება, რომ თითქოს აი რომ გაამათრახებ, რაღაცა რომ დასაჯე, რაღაცა ისეთი უთხარი, ან არ ვიცი, შეიძლება არ კითხულობ მის მესეჯებს, ან დაუკეტე კარი, არ ვიცი რა გააკეთე, მაგრამ არის გაღიზიანებული, გადარეული და მოკლედ მისი ხასიათი არის ახლა თავდაყირა. ისე როგორი რაღაცა იცი? ნამდვილად უსიამოვნოა ახლა ესეთი ხასიათი და ესეთი თავდაყირა დადგომა ყველაფრის, მაგრამ ეს არის წამალი. რაღაცნაირად როგორი ენერგია მოდის, იცი, ეს რო არ მომხდარიყო, აი რო არ გეთქვა, რაღაცა რო არ მიგეთითებია, თითქოს შენი ადგილი მიუთითე. ზუსტად რომ შენი მესიჯი ზუსტად მივიდა მის გულამდე და ამან გამოიწვია ძალიან დიდი
გაღიზიანება, აღშფოთება, სევდა, არაფერს სევდა, აზე არა მაქვს ლაპარაკი. მირეკავენ, მაგრამ ვერ ავიღებ. ახლა მოკლედ და ყველაფერი არის თქვენი ბრალი. ანუ ხასიათები შეეჯახა რომელი რომელს, მაგრამ თქვენ გაიმარჯვეთ. ახლა აქ ისეთი მომენტი ეს იმარჯვებს და მე თითქოს ყველაფერი გადამეკეტა, მაგრამ მე ჩემსას მაინც მივიღებ და მე ჩემსას მაინც მივახცევ. მაინტერესებს რას მიაღწევ, რისი მიღწევა გინდა. ეს არის შენი პრინციპი, ეს არის ის, რომ რამე გულწრფელად გინდა, რა არის ეს? აი რის მიღწევას ვცდილობ ამ გოგოსთან, ანუ რის მიღწევას ვცდილობ ამ გოგოსთან? ძალიან საინტერესო და მოდის. უნდა რომ დაგიმტკიცოს ურთიერთობა. უნდა რომ დაგიმტკიცოს ხარ ის ერთადერთი, მაგრამ მე აქ ვერ უყურებ რომ ხარ ერთადერთი. ან თუ ერთადერთი ხარ, მაშინ ეს არის ძალიან უნაყოფო. ეს ყველაფერი არის ძალიან უნაყოფო. ანუ ისეთი შეგრძნება აქვს რომ მე ვშრომობ, მე ჩავდე ურთიერთობაში ყველაფერი და ამის მართლა ჯერა, მაგრამ რეალურად არაფერი არ ჩაუდია. ოღონდ მას ეს ჯერა, დაიმახსოვრეთ, მას ეს ჯერა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. შენ მე ვერაფერი ვერ გაგაგებინე. შენ მე ვერ გამიგე. ამას შეიძლება ქონდა კიდე პაუზა, ახასიათებს ხან პაუზას თუ აიღებს, ხარო ჩაიკეტება, ხან რაღაც, ახასიათებს ამას ესეთი რაღაცეები. ძალიან საინტერესოა. ახლა დგას ის მომენტი, რომ თუ ყველაფერი კარგად არ გადაწყდა, მერე ყველაფერი დამთავრდება, მერე თითქოს ფარხმალსაც დაყრის. რასაც აქამდე მოყავდით, ისიც დაიკარგება და ყველაფერი იქნება ძალიან უსიამოვნოდ. რა გინდა? აი, უბრალოდ მაინტერესებს რა გინდა ამ გოგოსთან, აი, რა გინდა, რა, აი, კონკრეტული, აი, რა გინდა? მაგიარე. მე ვერ უყურებ. ნახე, ხო გონია რომ ადამიანებს ხო გონია რომ ჩვენ მართალი ვართ რაღაცაში, ან მე რო ვკამათებ, შენ რო გეკამათები, შენი თავი მართალი გონია და მეც, ხო? ამას რეალურად და მეც სულ ვიძახი ხოლმე, თუ ორივე მართალია და ყველა თავის სიმართლისთვის იბრძვის, მაშინ ის ჭეშმარიტება სად არის? აი, ვინ უნდა დაადასტუროს ის, რაზეც ჩვენ ვკამათობთ, ხო? ესე ხო არ ვიქნებით. აქ იცი როგორი მომენტია? ეს ადამიანი, არ ვიცი რაზე იბრძვის, მაგრამ უშედეგოა მისი ყველაფერი. იმიტომ რომ ბოლომდე არ აქვს არაფერი გადაწყვეტილი, თქვენთან არაფერი არ აქვს დალაგებული, თუ ვინმეს არჩევანი აქვს, ესე გაუგებრობაში რჩება ყველაფერი, თუმცა არჩევანში რო რჩება ყველაფერი ისეც გასაგებია, მაგრამ თან გეუბნებთ რომ მაგიარე. ანუ შენ მე ესე ხელს ვერ მკრავ. დამინახე როგორი ვარ. შეიძლება იყოს წარმატებული ადამიანი, ისეთ წარმატებული, რომ ყველასთან ძალიან მაგარი კაი ურთიერთობა გქონდეს, ყველასთან ყველაფერს ალაგებდეს, მაგრამ შენთან ვერაფერს ვერ ალაგებს. აი, იმიტომ რომ არ გაუგდი, შენ ხალი ძალა ხარ, შანსი არ ეხა თუ თავს გაისულელებ, მაშინ ამ შემთხვევაში კი ბატონო, მაგრამ ისე არ ამგონია ცოტა მზე არის მე მგონი. ისე არ ამგონია. მითხარი სიმართლე ეს გოგო გიყვარს, პირდაპირ აი ვკითხოთ თუ უყვარ ხარ. ანუ როგორ რაღაცა ამას უყარს კომფორტის ზონა. შეიძლება ლუდის დალევა, დროის გატარება. ახლა ყველა რა თქმა უნდა ხა დივანზე არ იქნება წამოწოლილი და ლუდ და ჩიფსებთან არ იქნება მოკალათებული, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ამეგობრო წრე, შეიძლება იყოს მისი განმარტოების, ანუ ვისაც როგორ შეუძლია მოკლედ სიამოვნების მიღება, მაგრამ ამას უყარს უფრო აი ესეთი ვიტყოდი უსაქრცილო, უდისციპლინო, შეიძლება ყოველდღიურობა თუ არა, ანუ ხშირად აკეთებს ამას. უყვარ ხარ თუ არა, მე გეტყვი რომ სიყვარული არ არის. ეს შეიძლება იყოს მე ხო კაი, კარგად ვარ. კარგად ვარ, შენ მაქსიმუმ შემიძლია ეს თქვა. მაგრამ ნახე, როგორი რაღაცა უნდა იცი? კარგად უნდა ყველაფერი იყოს, ისე როგორც მას სურს, მაგრამ შენს უნდა არსებობდე, ანუ როცა მას მოუნდება, ეთყობა, როცა ხასიათება შენთან ყოფნა ან რაღაცა, ამ შემთხვევაში შენ უნდა იყო, რა თქმა უნდა, ისე რომ არ შეწინააღმდეგება, ბრძოლა, ახსნა, განმარტება, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ უნდა ჭირდებოდეს. ასე ფიქრობს ეს? აი, მერტ. ძალიან მოხშირდა ასეთი მამაკაცი. ძალიან მოხშირდა.
ხო და ეხლა გადაეკეტა ეს ყველაფერი. ხო გინდოდა შენი კომფორტის ზონა. ხო და მიიღო ამან მისი კომფორტის ზონა, მაგრამ მიხვდა რომ ეს არ არის მარტო მისი კომფორტის ზონა. შენ თუ ეს გოგო მაინდა-მაინც დიდად არ გიყვარს, მაგრამ გინდა რომ იყოს, იმიტომ რომ ერთ-ერთი შენი კომფორტის ზონა, მაშინ აი ვერ გებულობ, მაშინ რა გაწუხებს, მაშინ რა გაკავებს ამ გოგოსთან, აი რის გამო გინდა ეს გოგო. სამიანი 100. ამას უნდა სიმსუბუქი, ამას უნდა რეალურად მიიღოს ემოციური როგორ თქვა სიხარული, რასაც შენგან იღებს, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი კიდე სხვებთანაც არ იკლებდეს ამას, იმიტომ რომ აქ ჩანს, აშკარა ჩანს აგოგონებო, კარგად მიაქციეთ ყურადღება, გართობა და რაღაცები, თუ უყვარს, მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ძალიან ფიქსირდება რა, მარტო თქვენ არ ხართ ამ ისტორიაში. სინამდვილეში ამ ადამიანს სჭირდება რა იცი, სულით ხორციდან რაღაცა კონსულტაციის გავლა, ვიზიტი ექიმთან, დაფიქრება ცხოვრებაზე და განკურნება. მედიტაცია ლოცვა, არ ვიცი, ჭირდება ძალიან ამას აცნობიერებს, არ ვიცი რამდენად კარგად უღრმავდება ამ ყველაფერს, მაგრამ დაჭირდება და მივა მაინც აქამდე. მე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი მიშვებულია, მიგდებული აქვს თავის ცხოვრება და რა სტილითაც ცხოვრობს, გონია ნორმა. დრო გადის უბრალოდ, მაგრამ შედეგს როცა გამოიღებს თავის ესეთი დამოკიდებულება თუნდაც თქვენთან, თუნდაც თავის ცხოვრებაში, მე უკვე მიხვდება ყველაფერს. იმედია, ჩემი ხმაური არ გაწუხებთ, მაგრამ ნუ რა ვქნა, არ შემიძლია უკვე სახში გაშლა ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ძალიან კარგია გარეთ. ხო, თქვი ძალიან კარგია გარეთ და ამოვიდა ნახე 4-იანი კვერთხი, ძალიან კარგი ასევე სახლში, როცა არის ფუსფუსის სიმყუდროვე. ეს ადამიანი მიხვდება ამას, ზუსტად ამ გააზრების მერე რო ჭირდება დაფიქრება, გააზრება, გადატვირთვა, ანუ განკურნება და უნდა მიხვდეს, რომ ოჯახზე ძვირფასი, კომფორტზე, აი ეს არის კომფორტი, ეს არის ბედნიერება, ურთიერთობა, სინამდვილეობა, ამაზე ძვირფასი არაფერი არ არის, ამას მიხვდება ეს ადამიანი. მთლად მასეც არ არის რა მიხვდება ამ ყველაფერს. აკავშირებს ამ, მოდი ვნახოთ, აკავშირებს ამ ყველაფერს შენთან კონკრეტულად? აკავშირებს 2-იანი 100, რა თქმა უნდა, აკავშირებს, კი. ესე იგი უყო ფაქტსეულ. ასე იქცევა თორე ის როგორ არ აკავშირებს, აკავშირებს, მაგრამ აქ მოთმინების ფიალაზეა დამოკიდებული, ვინამდენი ხანი ელოდებით. მე მაინც, რა ვიცი, თქვენ რადგან ძალიან ბევრი მწერთ და ისედაც რო ვკითხულობ, ძალიან მოგწონთ რჩევები. საერთოდ რჩევაც უნდა ვიკითხოთ იმ ადამიანიდან, ვისთანაც ყველაფერი ნორმაზე აქვს. მე ვიტყოდი, რომ ყველაფერი ნორმაზე მოგზა, ესე ვთქვი, ჭკუა მომეკითხება მაგ საკითხში და ამიტომ გირჩევთ ერთ რამეს, რომ იმდენად უნდა დააფასო შენი თავი, რომ აი თავის დაფასებაში გულისხმობ იმას, რომ ზუსტად არ უნდა შეგეშინდეს შენი სურვილების, რასაც შენი მსახურებს, ზუსტად ის უნდა მიიღო. ზუსტად არ უნდა დაათანხმდე არაფერს, არ უნდა იყო მორგებული. ამ შემთხვევაში ცა შენს თავთან დაადასტურებ ამ სურვილს, ამ მესიჯს აუცილებლად ყველაფერში გაგიმართლებს და სხვანაირი ადამიანი ვერ მოგეკარება და თუ მოგეკარება, ანუ ეგრევე წვალების გარშე დაგშორდება. ისი ჯანსაღი, რომელსაც შენ გამოიმუშავებ, მართლა მოვა ზუსტად ის ადამიანი, რომელიც გაგიგებს და მასაც ენდომება შენთან ერთად, აი 5-იანი იეროფანს უძახ 5-იანს. იმიტომ რომ მე 5-ია, მაგრამ 5-იანი, ნახე. ეს იქნება რო ერთმანეთის მასწავლებელი იქნებით, სიმშვიდე, ჰარმონია, სტატუსი, ურთიერთგაგება, კამათიც კი ჯანსაღი იქნება. ამიტომ არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, ოღონდ იქიდან გამომდინარე, რამდენად გააცნობიერებ ამ ყველაფერს. რჩევა თქვენთვის. აი ახლა როგორც ყავთ მიმწყდეული, მიუშვით მას. რჩევა თქვენთვის, როგორი უნდა იყოს რჩევა. აი ნახე, საინტერესო და ამოდის გოგოებო, იმპერატორი, იმპერატრიცა და სიკვდილის არკანი თქვენში თუ რამე დამთავრებულია, არაფერი არ იდარდო და არაფერს, აი ნუ მისტირით ამ წარსულს, ან აი ამ რეალობას, იმიტომ რომ ზოგიერთი ჭირი მარგებელია უბრალოდ ამ ურთიერთობაზე, ნათქვამი და თუ არ არის დამდგარი, უკვე არ შეგეშინდეთ ამ ტრანსფორმაციის, იმიტომ რომ ამ ტკივილის გარეშე ვერანაირად ვერ იქნებით კმაყოფილი, ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთად. ამიტომ თქვენ ეს გზა უნდა გაიაროთ. შენ რა გინდა, ამაზე უნდა დაფიქრდე. ესეც დაფიქრდება, მას რა უნდა და
ზუსტად ჯანსაღ ტრანსფორმაციამდე რომ მიხვალთ და დროულად დასასრულებას დაასრულებთ და თუ უკვე დასრულებულია შეწყვეთ ამაზე დარც, მაშინ დათიანი თასია დასტის ბოლოს ნახე ხეზე აგებული არის აი ხის ფესვებიან მტკიცე, მაგარი მყარი, ასე ვთქვათ, ოჯახი აიგება, ჟრიამული და სიხარულით სავსე. ეს ყველაფერი გადაწყვეტილია, რა თქმა უნდა, თქვენზე, თქვენ როგორ აკონტროლებთ სიტუაციას და როცა გეუბნებით, მინდა იყოთ ბედნიერი. ეს ბედნიერება არის თქვენზე დამოკიდებული. თუ შენ აირჩევ ახლა კონკრეტულად ვიღაცა ისეთთან ბედნიერებას, ვისაც არ შეუძლია ჯანსაღი ნორმალური ურთიერთობა, მაშინ ეს იქნება არ ვიცი რატო რა არ ვიცი რა ქვია ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა ძალიან ბევრი ფიქრობს ესე და ძალიან გული მწყდება ამაზე რომ ვერ ვაგებინებ რომ არ არის ჯანსაღი ელოდო ადამიანისგან ისეთ ბედნიერებას რომელსაც შენ ელოდები რომ ადამიანი ტოქსიკურია რა ვქნათ რა ტოქსიკური ადამიანია ამიტომ არც არ შეგეშინდეთ მე ერთ რამეს გეტყვით კიდევ არაფრის არ შეგეშინდეს შენ მარტო არ ხარ, იმიტომ რომ შენ ყავს შენი თავი და ყოველი კრიზისი, ყოველი უსიამოვნება არის შენი პოტენციალი, შენი სიძლიერე და ეს აუცილებლად დაფასდება. მე ყველას გელოდებით კომენტარებში კოცნით და დროებით.